ეს მებრძოლი დიდი ლიახვის ხეობიდან განსაკუთრებული ფიზიკური ძალის გამო იყო გამორჩეული. მაშინ, როდესაც ოსი სეპარატისტები კრემლისგან წაქეზებით ქართულ სოფლებს აწიოკებდნენ, ქართველი მებრძოლი ხეობის მცველებს სათავეში ჩაუდგა და ადგილობრივი მოსახლეობის გვერდით დადგა. მის შესახებ დიდი თუ პატარა ლაპარაკობდა. ამბობდნენ, რომ ოსებს მისი მოკლისთვის დიდი ჯილდოც ჰქონდათ დაწესებული. 1991 წლის მარტში გამთენიისას ის და მისი ერთგული თანამებრძოლი ერედვის გზის გავლით თბილისში მოდიოდნენ, რა დროსაც სეპარატისტებმა ჩასაფრება მოუწყვეს. თანამებრძოლი დაიღუპა, ხოლო თავად დაჭრილი ოსებმა ტყვედ ჩაიგდეს. ამის შემდეგ კი მებრძოლი ერედვის ტყეში ხეზე დააბეს, ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს. ცეცხლმოკიდებული მერაბ მინდიაშვილი სიკვდილის პირას მყოფი შავლეგოს მღეროდა. ვახსოვდეს საქართველოს მცველები.